დღეს მან დროზე ხარ, რატოზე ხარ, ეგეც გითხარ. მაგ ველოსიპედთან არასდროს თუ ვინმეს ვერ ვწდებოდი ხოლმე ბურთიანად. მე პირიქით მომწონს ეგეთი მართლა ეგეთი გარემო. ეს ვაფშე ვინ არის, ვინ მოვიდა თქვა. მარტივად ითამაში, მიიღე მიეცა. კაპიტანი გახდი ჩვენი გუნდის. თუ გინდოდა რომ გაგეფილტრა რაღაცა, გაგრა უნდა ყოფილიყო იქ. რაც ახლოს გავიცანი ჯავა მივხვდი რომ მან ხარი არ ამოგიგდია. ეგეთი არის თაგე დინამოს. იცი რომ ჯორდინები მეგონა რომ გაწყდა. კარიკატურა და ის სულაკაური ვარ კიდე. Აი სალამი საფეხბურთო იზოლაციიდან მე ვარ შალვა და ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ ადამიანი რომელზეც თამამად ვამბობ რომ მთელი ბავშვობის განმავლობაში თუ ვინმეს ვერ ვწდებოდი ხოლმე ბურთიანად თუ ბურთის გარეშე ეს იყო ანუ ესეთი გამოცხადებას იმსახურებს ჩემი მხრიდან და ალბათ მიხვდება რატომაც ვამბობ ამას ნიკოლოზ გაგნიძე არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი რამფერ ხარ აბა მითხარი ხა შენ მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში კარგად რა ჩვეულებრივ ემზადები ახალი სეზონისთვის უკვე ახლობით 2-3 დღეში წავალ უკრაინაში და ნორმალურად შე როგორ ხარ? რა მიშავს თქვენს ყურებაში გახარებული 1-2 დრო ეს სადებიუტო გამოძახება ვნახეთ და პრინციპში სანამ ცხელცხელია ეს თემა და სანამ ცოტა უკან გადავახვევთ ზოგადად ადამიანს რო ხედავ ხოლმე რა გზა გაიარა უფრო მარტივად ხვდები რამდენად დიდი შრომა ჩადებული მაგალითად ხო ხოლმე ისტორიებს რო ისმე რომ რონალდო ან მესი რო აი ეს უნდა იშრომოდა ის და მე რო არ მქონდეს ჩემი თვალით ნანახი რაც რა გზაც გაიარე შენ და როგორ შრომობდი და წეღანაც ჩაწერამდე დღემდე შენი ძველი ველოსიპედი არის ხო და აი რა განცდა იყო უღალატო ვარ მაგ ველოსიპედთან არასდროს აი მგონია რომ აი რაც არ უნდა მოხდეს მაგას ვერ შეველებ იმიტომ რომ ეხაც რო ჩამოდივარ ხოლმე და თუ აქეთ იქით მიწევს სიარული ისე გორში მithumetes ველოსიპედს უყენ. როგორი ემოციები იყო, ცოტა ისეთი დაშტამპული შეკითხვა, მაგრამ აი მაინც პირველი რა შეგრძნება იყო ნაკრებში რომ გამოგიძახეს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მე არ ვიცი შენ როგორ, მაგრამ მე რაღაც მომენტში მანამდეც ველოდებოდი რომ სადღაც უკვე დროა, სადღაც თუნდაც 21-ის გამოძახება რო ქონა, აი ეხლა იქნება, ნუ ტრავმა რო გამოვაკლოთ იმ ამბებს. ემოციაზე თუ საუბრობთ, არ ვიცი, აი ვერ აღწერ მაგ ემოციას ადრეც მკითხეს მაგასთან დაკავშირებით და აი მართლა სასწაული ემოცია არის, როცა ხვდები რომ ის ყველაფერი რაც მთელი ბავშვობის განმავლობაში გინდოდა რომ გამოსულიყო, ახდა და ეროვნულ ნაკრებში, საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებში გამოგიძახეს, აი სასწაული მომენტი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. როდის გაიგე პირველად სად იყავი უკრაინაში თუ? არა, ახალი ჩამოსული ვიყავი კიევიდან, მეგობრებთან ერთად ვიყავი, ანუ მე და ჩემი მეგობრები, ჩემი სახლის წინ ვისხედით, ვლაპარაკობდით და უცებ ტელეფონზე ზარი შემოდის, არ ვიცი უცხო ნომერია და უპასუხე ხიზანა იყო და პირველი ეს ვკითხა რომ მიცანია და მეთქი კი როგორ არ გიცანი. კი გიცანი თქო და მაგდროს გავიგე და ძალიან ბედნიერი ვიყავი მართლა აი ვერ გადმოვცე მაგ ემოციას. ეგრევე დაშლიდი საძმაკაცოს დაიძინებდი ხო მე შენ. უთხარი იქვე ჩემს მეგობრებს და შევედი ეგრევე სახში რომ დედა ჩემის და ჩემიდისთვის მეთქვა ეგ ყველაფერი და ვინც ჩემი მეგობრები საფრანგეთში არიან და მაგათ დაურეკე ეგრევე რომ მეთქი გამომიძახეს თქო იმიტომ რომ ვიცოდი რომ ყველაზე მეტად დედა ჩემის და ჩემიდის მერე ის ბიჭები ელოდებოდნენ მაგამოს. სუ მაინტერესებდა ხოლმე რო თამაშობდით მაშინაც კი, მაგრამ ეხლა მაშინ კიდე სხვანაირი დამოკიდებულება გქონდა, გულისხმობ იმას, რომ უფრო ყოველდღიურობა, ვარჯიშები ისის და ნუ მაინც ბავშვები ვიყავით, მაგრამ სუ მაინტერესებდა ხოლმე აი ეს ნებისყოფა, რაც შრომის უნარიანობაშია გადაზრდილი. ყველაფერში ესეთ არ დაყვებოდა, იმიტომ რომ სკოლაშიც ოქროს მედალოსანი ხარ, კარგი მოსწავლე იყავი და პრინციპში სტადიონზეც შენიანად რო გავდიოდით ხოლმე გუნდი, ის ხერხემალი რაც ნიშნავს გუნდისთვის, ჩვენ ძალიან თავდაჯერებულად გამოვიყურებოდით ხოლმე და უმეტესწილად თუ ბრძოლას რომელიმე თამაშზე ვაჩვენებდით, შენი თამაშზე იყავი. და აი ეს საიდან როგორ ბავშვობიდანვე გქონდა, მერე გამომიმუშავე, შენს თავზე იმუშავე თუ აი როგორ სიმართლე რო გითხრა ესე როდის გამოვიმუშავე აი არ ვიცი რა პროსტა ანუ ერთადერთი მე ის მომენტი მქონდა თავიდანვე რომ ანუ როცა მივხვდი რომ ეს იყო რის კეთებაც მინდოდა მე ვიცოდი რატო ვაკეთებდი ამ ყველაფერს რა რის ფასად გავაკეთებდი ეგეც ვიცოდი და რატო ვაკეთებდი ყველაზე მთავარი ეგ ვიცოდი ანუ მე ყოველთვის მქონდა ის ამომავალი წერტილი რაზეც და რის გამოც ამ ყველაფერს ვაკეთებდი და დღემდე ვაკეთებ და ალბათ მაგ ყველაფრის ფონზე როცა იცი რომ რა გინდა რომ გააკეთო რისთვის აკეთებ მე ალბათ ყველაფერი უფრო მარტივი არის და ჩემს შემთხვევაში ალბათ ეგრე იყო მე მაინტერესებს
შენი ინსაიდები ნაკრებში მისვლისას აი რა იყო, რაც დააკვირდი ყველაზე მეტად, რაც შეიძლება 21 წლამდელებში არ შეგიმჩნევია. თან ახლა გინდა არ გინდა ბირთვი მაინც შეცვლილი იყო. ხო. სეზონიდან გამომდინარე და აი რა იყო ისეთი, რასაც პირველად დააკვირდი, ან კომუნიკაცია ვინ გაიცანი, ახალი ვინ იყო და გაგიჭირდა თუ არა ამ ხრივ ადაპტაციაც თუნდაც. ხო, ადაპტაცია დიდად არ გამიჭირდა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში ძალიან ბევრი ისეთი სახე იყო, ვისაც ვიცნობდი, ვისთან ერთადაც მითამაშია. ბიჭებიც ახლა 21-დან ვიც მოდიოდნენ, შვენიერი ატმოსფერო შექმნეს გუნდში და უკვე ისე არიან როგორც სრულფასოვანი წევრები და მათთან ერთად უფრო მარტივი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი რა, ადაპტაციას თუ გულისხმობ და სხვა უფრო დეტალები, რაც 21 წლამდელებზე განსხვავებს, ალბათ ისაა, რომ ეხა 21-ებში ძირითადად მაინც შედარებით ახალგაზრდები არიან რა და როცა მიდიხარ უფრო ხვდები ეროვნულ ნაკრებში ისეთ ფეხბურთელებს, ვისაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს, იგივე რო ავიღოთ ეხა სხვა სახელებს არ ჩამოვთვლი, ბევრად დიდი ასაკის ფეხბურთელები არიან და გაინტერესებს მათი ყოველდღიურობა და როცა ხვდები, ანუ როგორი პროფესიონალები არიან, როგორ უფრთხილებიან საკუთარ თავს, როგორ იკვებებიან, აი ეგ ყველაფერი ჩემთვის ის იყო რა, ძალიან სასიამოვნო და სასიამოვნოდ გავკვირვებული დავრჩი ამ ყველაფრით. ნაკრების შიგნით ყოფნა როგორია? ისევ, იმიტომ რომ აი ყველა კითხვა რაღაცა გაორება მაქვს ხოლმე გონებაში, იმიტომ რომ ხო, გინდა არ გინდა მაინც შედარება 21-ების და ეროვნულის, მაგრამ აი ნაკრების შიგნით ყოფნაში გულისხმობ იმ გერბის, იმ მაისურის ჩაცმა, რომელიც შენ არაერთხელ გეცვა, მაგრამ ეხლა რო ავიღოთ ეროვნულის, კიდე სხვანაირი განცდაა და აი პასუხისმგებლობა რამდენად პირდაპირ პროპორციულია დიდი წნეხის. სიმართლე რო გითხრა, პასუხისმგებლობა არის უდიდესი, მაგრამ ამავდროულად არის უდიდესი мотиваცია, როდესაც ერთადერთი მაგ დროს როცა ფეხბურთელი ხარ, ყველაზე დიდი ოცნება რა გაგაჩნია ალბათ, რომ შენი ქვეყნის მაისური გეცვას, ხო? და როცა შენი ქვეყნის მაისურს იცვამ, როცა შენი ქვეყნის მაისურს ატარებ, აი არ ვიცი, მე პირადად ორმაგად ვიზრდები და აი ფსიქოლოგიურადაც ჩემთვის არ არის ეგ სიმართლე გითხრა დიდი წნეხი, იმიტომ რომ მე პირიქით მომწონს ეგეთი მართლა, აი ეგეთი გარემო, ეგეთი სიტუაცია მომწონს და როცა საქართველოს მაისურს ვიცამ და გავდივარ, არ აქვს მნიშვნელობა, ანუ ამხანაგური, აი ნაკრებში არ არსებობს ამხანაგური რა. მე თავიდანვე სვანა როცა გველაპარაკებოდა ხოლმე, იქიდანვე მიჩვეული ვარ, რომ არ არსებობს ნაკრებში ამხანაგური თამაში. როცა გადიხარ, შენი ქვეყნის სახელი გაგვაქვს და იქ წარმოუდგენელია რაღაცაზე ცოტა ძალა დაზოგო, იქ შანსი არა, ეგეთი რაღაც არ ხდება და ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი мотиваცია არის. ეხლა ჩემს საყვარელ თემაზე გადავალ. მაგრამ სანამ თემაზე გადავალ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პირველი სპონსორი არის ლუდსახარში 2 კათხა, რომელიც ვარკეთილში მდებარეობს ვიქტორ კუპრაძის 52 ნომერში და ასევე ადგილზე არის კრაფტულდის 4 სახეობა და პირველი გადაცემისთვის ძალიან დიდი ბოდიში მე უნდა დავიმახსოვრო ნელ-ნელა, ეს არის ლაგერი, პილსნერი, ხორბლის ლუდი და APA, რომლის ნამდვილი სახელით საერთოდ რა ყოფილა და აქამდე რას ვეძახთი ხოლმე გიო, დღეს გავიგე და ამისთვისაც ცალკე მადლობა. რაც შეეხება ახლა კითხვას შენი ფეხბურთზე პირველი დღე, შემოსვლის პირველი დღე. შენ ხო გონია რომ აი ჟურნალისტები რო არიან ხოლმე და მაქსიმალურად რო უნდა გამოაჩინონ თავის თავი, რომ მე იცით, აი ეხლა ჩვენ ერთად გავიზარდ, არა. ანუ შენი პირველი დღე ფეხბურთზე. ჩემი კლასელი, ჩემი მეგობარი ვაკო ინასარიძე, გეცოდინება. აი სულ მეუბნებოდა ხო რომ ეზოში როცა თამაშობთ ხოლმე და სკოლაშიც რომ მიდი ფეხბურთზე და ამავდროულად ვაკო დადიოდა ფეხბურთზე რა. და ჩემი ერთი აი ოჯახის უახლოესი ადამიანი არის ბალა. ხო, უფროსი ბალა. ხო, უფროსი ბალა. აი ეგორი ადამიანი იყო ის, ვინც მიბიძგა რომ ფეხბურთზე შევსულიყავ. და ამავდროულად ხო ისეთი სიტუაცია იყო, რომ ცეკვაზე დავდიოდი რა, დედაჩემს ძალიან უნდოდა რომ ცეკვაზე მეულოდა, მაგდროს დავდიოდი. და ამ ორი ადამიანის წყალობით იყო ის, რომ მოვედი ფეხბურთზე და გადავწყვიტე, რომ პროფესიონალურ დონეზე გამეგრძელებინა ფეხბურთის თამაში. ხო, მე პირველი კითხე მაშინ კარგად მახსოვს. 9-9-ზე ვარჯიში ქონდა და მეთქი რაღაც სპორტზე გივლია თქვა და კალათბურთზე მეთქი ეს ვაფშე ვინ არის, ვინ მოვიდა თქვა, იმიტომ რომ ეგეთი დამოკიდებულება მქონდა. დღემდე ეგრე მაქვს, ხო, ვიღაც სხვა იმიდან რო გამდეს მეთქი ეს რა უნდა ამას. მაგრამ ხო, მე მოხდა ის რაც მოხდა, რომ უნდა მოყვეშენ რა მოხდა 9-9-ზე როგორ დაიმკვიდრე თავი, როგორი სტილის მოთამაშე იყავი და ზოგადად ჩვენი გუნდიდან რა წაიღე და ის ბავშვობის წლები დღემდე რამეში თუ დაგეხმარა. ხო, ანუ ისე იყო რომ სხვა სპორტიდან გამოვედი, ცოტა ხანი კალათბურთს თამაშობდი, იმიტომ რომ მართლა ბავშვობიდან მომწონდა კალათბურთი. შევედი ფეხბურთზე.
მამუკა ვარდოსანიძე იყო დავით ხოხობაშვილი ჩვენი მწვრთნელები. სხვათა შორის თავიდან არ ვიყავ ისეთი ტიპის ფეხბურთელი როგორც ეხლა ვარ, იმიტომ რომ თავიდან არ იყავ, ხო, მე ქუჩის ფეხბურთი რო გადადიხარ მინდორზე, იქ კაცის მოტყუება აქვს, სიამოვნეს, რაღაც დრიბლინგი შეიძლება ფეხბურთი დაკარგო. მაგრამ აი მამუკამ ჩამიბეჭდა გონებაში, რომ არ დაკარგო, მარტივად ითამაში, მიიღე მიეც. აი დღემდე არ მომწონს. ოცნაურიანი მაისურით იყავი ხოლმე, ხო? დიადორა, წითელი მაისი. ეგრე ჩამოყალიბდა რომ ის ფეხბურთელი რა ფეხბურთელიც ეხავარ და რა ტიპის ფეხბურთელიც ვარ იქიდან მომყვება რა. მერე იყო უკვე ცოტა წამოვიზარდეთ, წეღანაც საუბრობდით, სანამ ჩავრთავდით კამერებს, რომ უკვე კაპიტანი გახდი ჩვენი გუნდის, ალბათ ეს ყველაფერი ისევ შენს ხასიათზე და ალბათ არა, შენს ხასიათზე და პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ჩვენ მაინც ესეთი ფეხბურთელები ვიყავით ხოლმე, ხო იცი, არს 10-დან ერთ თამაში თამაშები და კარგს და დანარჩენი 9, ნუ მოკლედ. შენ იყავი ყველაზე სტაბილური მოთამაშე. თუ გინდოდა რომ გაგეფილტრა რაღაცა, გაგრა უნდა ყოფილიყო იქ. მე მაინც ვერ ვიგებ გარდა ფიზიკური მომზადების ეგ ენერგია რაღაცა ზედმეტი გაქვს შენ და არ ამბობ. რაღაცას იღებ. ენერგიას ანუ არასდროს რომ მომეტყუებინა, ანუ მარტო მე არა, ეხა ყველაზე მეტად მეც რომელი ის მახსოვს, ავაზასთან თამაში ფარულავა რო ჩაგაბარეს. აღონ ვიცი რომელი თამაში, მან ხარი არ ამოგიგდია, ეგ სხვა თამაშია. ავაზაზე თამაშობდით და რამდენიც გაქვს და წინ დავხდი. აღონ რო ვაკურდებოდი ყველგან ეგრე იყავი, რამდენიც გაგწდებოდით, წინ იყავი ისე. ეგ თამაში დიდად არ მახსოვს, მაგრამ მოგით არის მე ყველაფერი მახსოვს. ერთი მომენტი იყო, ხო, რომ ფარო ეხა კარგად ვიცნობ, კარგად ვართ ერთად და პატარაობიდანვე მახსოვს ავაზაში აი ბურს დაათრევ და ბურს აი არ ეშვებოდა არასდროს და ტერტერას უთხრეს სხვათა შორის მაშინ რომ შენ დაიყო ახლოს, ხო და მე ეხა თუ რაღაც და ტერტერას გასდებოდა, მე მემიწევდა დაზღვევა, ხო. და ალბათ მაგის დამსახურება არის, თორემ მე არ ვაბრალე იმას რომ ვიღაც რო გაგწდებოდა, მე წინ ხდებოდი. არა, ჩეულებრივი მომენტი იყო მაშინ ეგ შენც. ეხა ერთი ისტორია უნდა მოგაყოლო. მაგ თამაშზე მე არ ვიყავი. ხაშურში იყო თუ კასპში? შენი ცხვირის ამბავი. კასპში. ეგ შენ უნდა მოყო, მიდი. არაფერი, ანუ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩვენი ასაკი სადაც თამაშობდი სეზონი მორჩა, ჩვენთვის უკვე მორჩა, ზამთრის პერიოდი არის, დეკემბერი არის. ძალიან ცივა და 2002-იანებს ჰქონდათ თამაში. ხო, ოლგესასთან. და შეეძლოთ რომ 3-1-იანი დაემატებინათ რა. და მაგ 3-1-იანში ვიყავ მეც დავიმატეს. და წავედით კასპში რაღაც თამაში გვაქვს. ახალი დაწყებულია, მინდორი არის როგორიც, აი ძალიან ცუდი ნახევარი ყინული, თოვლი, თანში მგონი წვიმდა არ მახსოვს ზუსტად. ხო, წვიმდა, წვიმიანი. ხო რა, კუთხური იყო თუ უბრალოდ კრაიდან ჩაწოდება იყო რა. და დაახლოებით აი კერდის სიმაღლეზე მოდის ბურთი. და ისე მოხდა რომ ეხა მიყვარდა რა ბავშვობიდან საჯარიმოში შესვლა თავი თამაში და დავავარტყი ამ ბურთს რა თავი და მე ბურთს დავავარტყი და იქიდან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა ამოიქნა ეს მოქნეული ფეხი და პირდაპირ ცხვირში ჩამოვარტყა და იმის მერე პირდაპირ თვილი მიაგებით ეგ ცხვირი მოგძრა მაშინში. ხო, ანუ ძალიან სუსტად ქონდა და მერე ანუ პოლიპები არაფერი აღარ ქონდა და მერე ეს რაღაც ძვლები რაც იყო დარჩენილი ააწყეს და ეგ გამოვიდა რაც რამდენი ხანი დაიშალა. არა ის ერთი თვე ალბათ რა, იმიტომ რომ მაშინ მაინც პაუზა იყო პატარები რო ხარ, ცოტა დიდი პაუზა გაქვს და მე დავიწყენ ენად ზუნწური. მე მცი როგორი დეტალები მახსოვს ხოლმე, როცა შენზე მიდის საუბარი, აი რაღაც მომენტში რომ მე და კიდე რამდენიმე სხვა გუნდელებს აღარ ჩავიწრე ჩემ თავზე იყოს. ამე კეკლუცობას თუ დავიწყებდით და უცბად რომ შემოგზახებდი რომ აბა სერიოზულად და აბა რა გეშინია და აბა მიდი და აბა ის და სულ მაგასთან ასოცირდება რომ ისიც რო გითხარი იმედასთან ერთად სეტანტაში ვწერდით რაღაცა ჯაბა კაკაოს მემკვიდრეობის გამგრძელებლები და რაღაცა მახსოვს რომ მე და იმედა ვჭობდით იმაზე მექვაბა თუ ანუ ყველა ვწერდით ტოპ 10 უნდა დაგვეწერა მაგრამ ნუ მე რა მეთქი არა მეთქი გაგნო უნდა დავწეროთ და მექვაბა არა იმან მექვაბა უნდა დავწეროთ და ნუ ეს რაღაცაზე საუბრობდით და სულ ეგ მოტივი მქონდა ხოლმე მეც შენი თამაშის ყურებისას რომ სადღაც თან პოზიციით საყრდენი თან ესეთი მომთმენი დინჯი შრომის მოყარე და სადღაც რაღაცა ეს გზა უნდა იყოს შენ თუ ქონდა შენს გონებაში ეგ ლაით მოტივად ან თუ გაქვს რომ აი რაღაც მომენტში თან სამაგალითოა ჯაბა ყველა მხრივ რომ რაღაც მომენტში მაგ სტილით თუ არა მაგ მხრივ უნდა დაიცვა ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსება ხო, ანუ მე, რავი, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიძახი, რომ ჯაბა იყო ის ფეხბურთელი, რომელიც მე ყოველთვის მომწონდა, მისი სტილი, მისი ხასიათი, ანუ ყველაფერი რა,
როცა ვაკვირდებოდი ხოლმე რომ პატარა რო ვიყავი და ტელევიზორში ნაკრები თამაშობდა და ჯაბა თამაშობდა, ჯაბა იყო ის პირველი ადამიანი, ვინც იყო ჩემთვის მისაბაძი მოედანზე, რა თქმა უნდა. მე ანუ რაც დრო გადიოდა, უფრო მეტ რაღაცას ვიგებდი ჯაბაზე, გავიცანი, კომუნიკაცია გქონდა და იმ ყველაფერში რასაც ის აკეთებდა და ჩემ მიმართ რაც გააკეთა, ძალიან დიდი პატივი მაქვს რა, ანუ როგორ გითხრა, ყველაფერთან ერთად, ანუ კარგი ფეხბურთელი ანიშნავს, რომ კარგი ადამიანი ხარ და მე რაც ახლოს გავიცანი ჯაბა მივხვდი, რომ ძალიან კაი ადამიანიც არის და აი პატივსაცემი ადამიანი არის არა მარტო ჩემთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის რა. და ალბათ კი მქონდა ეგ სადღაც სიღრმეში, რომ ეგ მომენტი, რომ ისეთი სტილით რა, როგორი სტილითაც ჯაბა თამაშობდა, ანუ თითოეულ მომენტში რომ მაქსიმუმს დებდა, მაქსიმალურად იხარჯებოდა, ყოველთვის მქონდა ეგ განცდა ალბათ და ფიქრობ, რომ წამადგა ეგ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში და კარიერაშიც. მე მაინტერესებს ხა უცბად რატომღაც საუბრისას მომინდა თემაზე გადასვლა, იმ თემაზე, სადაც მწვრთნელი ჩაერთო შენს კარიერაში, რომელმაც რაღაც ხრივ სტილი შეგიცვალა. უგულისხმობ დემჩენკოს. ნაკლებად შეტევითი პოტენციალის იყავი მანამდე, ჩემი აზრით. ვიდრე დემჩენკოსთან მიხვიდოდი და შემდგომ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მეტი გოლის ავტორი არიყავი გორიზილაში მე. ხო, ანუ ისეთი სეზონი ხო, ორბიანზე უფრო აიწიებ, თლად ტიპური ეს 6-იანი აღარ იყავი. როგორ რანაირად რა დავალებები მოგცა, რა შეგიცვალა, საერთოდ პროგრამა თუ შეგვეცვალა, ან ინდივიდუალურად თუ ჩაერთე სხვა რაღაცებში, დარტყმა იყო თუ დამაგრგვინებელი სხვა დამამთავრებელი ფაზა, ეგ დეტალები რო გითხრა. ხო არა, სიმართლე რო გითხრა, ანუ ის პოტენციალი მქონდა რა, ჩემი პირადი მოსახედიდან გეუბნები, რომ მქონდა ეგ, რომ შეტევა შემიძლია წასვლა, მაგრამ ანუ ისეთ ტაქტიკას და ისეთ ფეხბურთს თამაშობდი იქამდე, რომ ბოლომდე გამოყენება რა. და დემჩენკო რომ მოვიდა, შეცვალა ტაქტიკა 4-3-3 და დამაყენა box to box-ზე, როცა გვიტევდნენ ჩვეულებრივ 6-იანს თამაშობდი და როცა ჩვენ ვუტევდით 8-იანზე გადავდივარდი და ხშირად მიწევდა რა ჩართვა. და მაგ ტაქტიკამ, რავი, ალბათ და მithumetes სტილმა, დემჩენკოს სტილმა, იმიტომ რომ აი სულ ისეთი სტილი ქონდა, რომ ტოტალური კონტროლი უნდა ქონდა ბურთზე რა. ეხლა აი საქართველოს ჩემპიონატში თამაშს ვერ გაიხსენებ, სადაც რომელიმე გუნდმა შეიძლება მოგვიგო, მაგრამ ჩვენზე მეტად კარგად გამოიყურებოდა ან ჩვენზე მეტად აკონტროლებდა ბურთს, არა, აი მაგას ვერ გაიხსენებ და მაგ ყველაფერმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო, იმიტომ რომ მე ის გრძნობები რაც მქონდა რომ მე არა შეტევაში შემიძლია თამაში რატო არა ეგ რომ მქონდა დემჩენკო მე გამიღვივა და მომცა იმის შესაძლებლობა და საშუალება რომ წინაც მეთამაშა ისე როგორც უკან რა კიდევ უკან გადავხვიოთ გორის დილაში პირველი ვარჯიშები რომ გაიხსენა დარასელიას პერიოდი იყო მგონი ხო კი დარასელა იყო მთავარი 2017 წელი ხო როცა მე თავიდან ეხა როდესაც 19-ში ვიყავი თუ 17-ში რაღაც მიწევდა ხოლმე ეტაპობრივად ვარჯიშებზე ჩართვა რა. კაი პერიოდი არის, იმიტომ რომ მაგროს ხვდები რომ რამხელა სხვაობა არის ახალგაზრდულ გუნდში და მთავარ გუნდში ის ძველი. თან შენ მოგიწა მაშინ მესამე ლიგას თამაშობდი. უკვე ნელ-ნელა. არა, იცი რა იყო მაგ დროს არ თამაშობდი, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით თამაშობდი დუბლებს ემატებოდი ხო ნუ ჭაბუკები გვიწევდა ჩვენ ხო ჩვენ გორის გორში ანუ მაგ დროს შეიცვალა ჩვენ 2-1-იანმა სახელი რომ შეიცვალა გორის სახელით რომ გავიდით მაგ დროს მიწევდა მესამე ლიგაში რომ მაგ დროს შემეძლო დამატება მაგრამ გორის დილაში არ შეგეძლო იმიტომ გორის გორი და გორის დილა სხვადასხვა კლუბია ეხა ამ კონკრეტულ გარდა იმის რომ ანალიტიკოსებმა ჩვენი თვალით დავინახეთ ერთ-ერთი გამორჩეული, ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ორი თამაშიდან ნაკრებში მყოფი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი გამორჩეული პერფორმანსი შენ დადე, ესეც ჩემი აზრია და ნუ არა მხოლოდ ჩემი, ბევრი მეთანხმება, მაგრამ მაინც და მაინტერესებს კონკრეტული დავალება რა გქონდა, რამდენად მიახლოებული იყო შენს საკლუბო მოღვაწეობასთან ეხა. კონკრეტული დავალება, ანუ ორივე თამაშზე განსხვავებული დავალება გქონდა რეალურად, იმიტომ რომ პირველი თამაში ფარერებს რო ვეთამაშეთ, ანუ ვიცოდით, რომ ტოტალური კონტროლი ჩვენ გვექნებოდა რა. და რეალურად ის ყველაფერი რაც ფარერებთან ხდებოდა, ჩემთვის უცხო არა, იმიტომ რომ იგივე დემჩენკო როა იყო, ზუსტად იგივე ფეხბურთს თამაშობდით, რომ ბურთი სულ ჩვენ მქონდა და მოწინააღმდეგე როგორც კი ბურთს ჩაიგდებდა, ანუ ცდილობდა კონტრშეტევას. და ჩემი დავალებაც პირველ თამაშზე ერთ-ერთი მთავარი დავალება ეგ იყო, რომ კონტროლის გარდა, როდესაც მოწინააღმდეგე ბურთს ჩაიგდებდა, მაშინვე უნდა ამიკვეთა ეგ კონტრშეტევის მცდელობაც კი. და ანუ ჩემთვის არ იყო სიმართლე რომ გითხრა უცხო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ გუნდშიც და ყოფილ გუნდში გორის დილაში თამაშობდა იგივე ის მქონდა დავალება რომ კონტრშეტევა უნდა აკვეთო.
და მეორე თამაში იყო უკვე ის კაბოვერდესთან, ხო, კაბოვერდი საერთოდ სხვა ფეხბურთს თამაშობდა, იმიტომ რომ განსხვავებული იყო და კაბოვერდესთან ძირითადად მაინც ის ქონდა რომ ის ზონები უნდა დაგვიკეტა და მცველებს და ნახევარმცველებს, რომელიც ზონებშიც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები იხსნებოდნენ და თავიდან ცოტა არ გამოდიოდა, მაგრამ როცა შეიცვალა რაღაც წყობა და ტაქტიკა რო შეცვალეს, მე თითქოს დაალაგდა ყველაფერი. 21-ების თამაშს თუ უყურე? კი. და მაგალითად როგორ შეაფასე რომ უყურე თუნდაც პირველი, თუნდაც მეორე, თუნდაც მესამე თამაში. თული არის ხა, იმიტომ რომ ძალიან დასანანი იყო ის ყველაფერი რაც მოხდა, მაგრამ პირველ რიგში რა უნდა ვთქვათ, სვანაზე უნდა ვთქვათ. ო, სვანა სხვათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია შენთვის. არა მარტო ჩემთვის მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ხო დღევანდელ ქართულ ფეხბურთის რეალობაში ერთ-ერთი საუკეთესო არის. პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ ბიჭებმა ალბათ აი საკუთარ შესაძლებლობებს გადააბიჯეს და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ წარმატებას მიაღწია და ვფიქრობ რომ პატარა გამართლების ფაქტორი და ალბათ გამოცდილების ფაქტორი დაგვაკლდა იგივე საფრანგეთთან. სხვათა შორის უნდა მეთქვა ის რომ კახაბრიშვილს ნაკრების ძიუდოს ნაკრების ექიმს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ერთადერთი ექიმია, რომელიც გაძევებულია სტადიონიდან და ნუ მოხსნილია და შესაბამისად ჩაიხსნა თავიდან ბოლომდე ფეხბურთს, მაგრამ დიდი გულშემატკივარია და რას ამბობდა იცი რომ ისა 95 წუთზე რო გოლი გაგაქვსო და აღნიშნავ ისე რომ თითქოს ყველაფერი მორჩენილია, ოღონდ განა იმიტომ რომ თითქოს ყველაფერი მორჩენილია, არამედ იმიტომ რომ ენერგიას ხარჯავ მაგაში და წინ კიდევ მინიმუმ 10 წუთი გაქვს სათამაშო, იმიტომ რომ თამაშის ტემპიდან გამომდინარე დაემატებაო. მაგას რამდენად ეთანხმები, იმიტომ რომ რეალურად ეგ კიდე ცალკე აღსაქმელია ხოლმე. ალბათ უფრო მწვრთნელის მხრიდან არის ეგ დავალება, მაგრამ მეც ახლა მაგაში რაღაც განსაკუთრებული თითქოს ვერ ნახე, მაგრამ ექიმმა ეს რო თქვა, მე უკვე ჩავყევი დეტალებში, რომ ფიზიკური მომზადება შეიძლება სულ მზად იყო, მაგრამ იმ ემოციას ისე ხარჯავ, თან 2 თერზე. არა გამათანაბრებელი, არამედ გამარჯვების გოლი გონია და ხო და 11 წუთი კიდე სათამაშო. ხო, არა, ფიზიკური კუთხით რაც არ უნდა იყოს რეალობა ისეთი არის, რომ საფრანგეთი რო ავიღოთ ახლა კონკრეტულად აუცილებლად შენზე წინ იქნები. არა იმიტომ რომ რომელიმე ფეხბურთელი შეიძლება რომელიმე ჩვენ ფეხბურთელის ჯობს. არა, იქიდან გამომდინარე რომ ბევრად კარგ ჩემპიონატში თამაშობს, ბევრად კარგი გუნდების წინააღმდეგ თამაშობს. ეს სათამაშო პრაქტიკა ის ყოველი ხო, ანუ შენ შეიძლება ისე მოხდეს რომ თვე ისე გავიდეს შენთან რომ ანუ კარგ გუნდში რას გულისხმობს, მაღალი ინტენსივობის გუნდს არის თამაში და შენ არ გქონდეს ეგ პრაქტიკა და იქ საფრანგეთის ნაკრებს შემადგენლობას რო გადახედო, 3 დღეში ერთხელ თამაშობენ, ეგეთ თამაშებს, ეგეთი დონის თამაშებს და სადღაც ალბათ იყო ეგ ფიზიკური სხვაობა, მაგრამ ის რო გოლის დროს და რაღაც მე მაგას არ ვფიქრობ, მაგრამ არც იმას არ ვფიქრობ, რომ ეხა როცა ყველაფერი არ არის მორჩენილი, ეხა გოლი გაიტანეს 2-1 გახადეს. ანუ მაგას ვერასდროს ვერავის ვერ დავითანხმები, რომ არ უნდა აღნიშნო, უნდა აღნიშნო, რა თქმა უნდა. თან მით უმეტეს ეხა შენ თუ იმის არ გჯერა, რომ სადღაც 2-1 ხდი და იმ თამაშს მოიგებ, მაშინ ჯობია არც ითამაშო, იმიტომ რომ 2-1 ხდი საფრანგეთის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატია, ზოგი საერთოდ პირველად თამაშობს მაგდონეზე და ანუ რთული არის მაგ დროს ემოციის კონტროლი რა. მაგრამ წეღანაც თქვი რომ ჩვენო რაღაც ისეთი მომენტიო რომ გქონდაო რომ რაღაც ვიხუნტრუშებდითო და რაღაცა შენო მოდიოდიო და გვეუბნებოდიო რომ გაჩერდი მოდი. ან მე ეგრე ვარ რომ რაიმე ანუ 90,000-ს რო იყოს სანამ არ მორჩება ზედმეტი არაფერი არ მომწონს რა. მოდი ჯერ მორჩეს და მე გავაკეთე, მაგრამ ბიჭებთან არანაირი პრეტენზია არ ასისულელი არის ანუ და ვინმე რო გააკრიტიკოს პირიქით მე დავიცავ პირველი, იმიტომ რომ 2-1 გახადეს საფრანგეთთან 95-ზე, ხო? რასისულია. ეხა თამაში გამახსენდა უცბად. დინამოს ვეთამაშეთ. ნოდარ ახალკაცს არ გულისხმობდა ეგ ცალკე, ალბათ ეგ დინამოელთან ერთად გავია, რომ ის ნოდარ ახალკაცზე ვითორი რო წავაგეთ და მაგაზე არ ვისაუბრებ, ეგ პირველი 2012 წლის ბავშვები რო ვართ. მოდი ვისაუბროთ. ახალი შესული. ახალი შემოსული ხარ, ხო? ერთი წელი ალბათ ფეხბურთზე დავდივარ და ტურნირზე ვარ სადღაცა, ეგეთი ანგარიშს დაგე დინამოს მეთქი რა ხდება. მაშინ სული შემადგენლობა ყავდათ იმათ. გაგუა წავდათ, ჭავჭანა, ნუ დაცვიდან რომ მოუყვეთ, ზურიკო, მოისა და ხო. მაგრამ ყველა ყავდათ ასევე გაიხსენე 1-0 თავით რო გაიტანე კუთხურიდან გოლი გორში. დინამოს აკადემიის რა. ყვარა წავდათ. ზუკა წავდათ. მოისტრაფა წავდათ. აზარო ვიყავდათ უკვე დამატებული 1-2 წლის თან. მაგრამ მაგას თავით არ გამოდანე. თავით გაიტანე კუთხური. ფეხით გაიტანე? კუთხური ხო ჩაწოდა? ხო.
მე მგონი დავუვარდე თავი და რაღაც გაურკვევლობა იყო რომელიღაც ფეხბურთელს მოხდა და მე ფეხით გავიტანე და დასამახსოვრებელი თამაში იყო ხა ისეთ გუნდს მოუგე რომ მეც მახსოვს თამაში კარგად და კუთხური ვინ ჩააგდა კუთხური არ ვიცი გოგი არ ვიცი არა მარცხენა იქიდან ჩამოვარდა ხო იქიდან ჩამოვარდა ხო და არა კარგად არ მახსოვს ეგ ვინ ჩააგდა და ეგ თამაში მოვიგე ერთთან წვიმაში მოვიგეთ აი თამაში იყო მართლა დასამახსოვრებელი. აი, ზოგადად კაი ასაკი ვიყავით. ერთიანების ის იყო ხოლმე, აი რაღაც ხოგასოს ვასილმა ის როდის ძველ ნაკრებს ვაქებდნენ ხოლმე მანამდე 85-იანებს და ორაც ერთიანების დასამახსოვრებელი ასაკი ვიყავით ძალიან, იმიტომ რომ ჩემი აზრით რა ვიცი, ძალიან ყველა გუნდს ძალიან კაი ბირთვი ყავდა და მე ეროვნულ ნაკრებში და ანუ ასაკობრივ ნაკრებშიც რო გადახედავ, ეს ერთიანების თაობა ძალიან კაი ნაკრები. ჩვენ რაც არ უნდა გვეთამაშა აი ხა რომელი თამაში ახსოვს რომ უშანსოდ ვიყავით ჩვენ ვინმესთან ხო არა ეგ გუნდი კიდე ხო არავისთან ანუ სულ იყო ხომ ის მომენტი რომ ეხა გინდა არ გინდა ძლიერია დინამო კი რა თქმა უნდა ხონდა ეგ ფავორიტი სტატუსი მაგრამ სხვა გუნდებთან არა ჩვენ არასდროს არ გქონდა თუნდაც U17-ში მე პირველ ადგილზე რო ვიყავით ჩვენთან სულ ის მაგდროს ხო გახსოვს ოქროს ლიგა ხო აბა ბრინჯაო და ვერც არც გავიდოდი Windows-ზე Windows-ი გავიდოდი ჩვენთვის არ იყო მე მაინტერესებს იყო თუ არა შენს კარიერაში მომენტი როდესაც იმ კონკრეტული პოზიციისთვის კონკურენციაში ჩაები და რაღაც მხრივ მეგობრობა ან დაგაწყებინა კონკურენტთან ამ პირიქით მეგობრობაში ხელი შეგიშალა კონკურენციამ არა, ეხა აი არასდროს არ მიფიქრია მაგაზე სიმართლე რო გითხრა, მაგრამ ანუ უეცრად რაც გამახსენდა, მსგავსი არ ეგეთ მომენტი არ მახსენდება, იმიტომ რომ მე მომხრე ვარ კონკურენციის რა, მან ყველაზე დიდი ფაქტორი არის ჯანსაღი კონკურენცია რა. ანუ იმის გამო რომ ეხა პირველ რიგში ჩემთვის თავარი არის ადამიანობა რა, ეხა შენ კარგად იცი ეგ რომ ანუ ადამიანი უნდა იყო და მე ფეხბურთელი და იმის გამო რომ შენ რაღაც წარმატებას მიაღწიო და შენი მეგობარი ანუ ყოველდღე ვისთან ერთად რაღაცით გვერდზე გაწიო ცუდად რა მაგას არ ვეთანხმები არასდროს და არ მივესალმები რა თქმა უნდა ამიტომ მე არ მახსენდება რაღაც ეგეთი თურქეთში გადასვლა რომელზეც ალბათ პირველ რიგში შენ ну მიღებული შედეგიდან გამომდინარე მაგრამ მათ შორის ჩვენც შენი გულშემატკივარი მეგობრები ვიყავით ყოფილოები უკვე რაც ვნახეთ იქ რომ ყოველ ჯერზე რაცა ჩემი ძმასთან ერთად ფლეშ სკორს ვამოწევთ რა ბა თუ შევაგნობა თუ ითამაშებს რა მოხდა რატო და შემდგომ ის დაკარგული სათამაშო პრაქტიკა რამდენად ფიქრობ რომ სწრაფად ან ოპტიმალურად აღიდგინე ან ის პერიოდი რო გამოგეყენებინა რა იქნება ხო ანუ თავიდან როცა ეგ ვარიანტი გაჩნდა რომ თურქეთის გუნდს უნდა ჩემი წაყვანა ბევრი არ მიფიქრია იმიტომ რომ ანუ ნახეთ ეს გუნდი რა შეეძლო პროექტი რაღაც ნახეთ მე შევხედე ანუ ყველა მიცოდა ისეს რა თურქეთი რა დონის ჩემპიონატი არის როგორი ფანები ყავთ რა გუნდები თამაშობენ როგორი წვრთნელები მიდიან და ეგ იყო პირველი ფაქტორი რამაც გადამაწყვეტინა რომ უნდა გადავსულიყავ გადავედი თურქეთში სპორტზე ვიყავით ქართულ გუნდებსაც ვეთამაშეთ და ისე მოხდა რომ რაღაც ტრავმა მივიღე რა და კარგად ვერ დავიწყეთ ეგ რა ჩემი პირადი განმოსახედიდან კარგად ვერ დავიწყე მაგრამ როცა უკვე სეზონი გახურდა თამაშები დავიწყეთ ვარჯიშობდი სრული დატვირთვით იყო მომენტი რომ უნდა მეთამაშა უკვე წვრთნელი მესაუბრებოდა ცალკე რაღაც აგენტსაც ესაუბრებოდნენ რაღაც მოდიონენ და საქმე ისე წავიდა რომ იქ შიგნით ცუდი რაღაცები მოხდა გუნდში და ეხა არ ღირს მაგაზე ლაპარაკი მაგრამ ისე მოხდა რომ არ მქონდა რა სათამაშო პრაქტიკა და ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ რომ მიწევდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდული 21 წლამდე ჩემპიონატი უკვე და ხო საზაფხულოდ რამდენად იქნებოდი მზად ეგ ცალკე ხო და იყო ერთწლიანი იჯარა და 6 თვის მერე მე თვითონ მოვითხოვე რომ გამეწყვეტა ეგ კონტრაქტი იმიტომ რომ მე მჭირდებოდა სათამაშო პრაქტიკა თორე ანუ კი ეხა წინა წლებში ქონდა სვანასთან ერთად ნამუშევარი და ბიჭებთან ერთად ქონდა თამაშები მაგრამ რაც არ უნდა კარგი სახელი ქონდეს გუნდში თუ სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს ევროპის ჩემპიონატზე რთული არის მოხვედრა რა რაღაც გამონაკლისების გარდა რა თქმა უნდა და ფიქრობ რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე რომ დავბრუნდი გორში აღვიდგინე ფორმა სათამაშო MVP-ს გახდი არა ერთხელ MVP და ჩემი აზრით აღვიდგინე და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფორმა რაც ქონია კარიერაში ეგ პერიოდი იყო რომ ევროპის ჩემპიონატს მზადყოფნას შევხვდი. ევროპის ჩემპიონატზეც რო არა ისწრაფვა ყველა წუთი რაც თქვათ შენ
გემსახურებოდა და შენგან გვესაჭიროებოდა მაქსიმალურად ათვისებული იყო. იქაც ტრავმა რომ მიიღე მე თვალები დავხსო მიმასქენი შენს აგენტთან ერთად ფოტოს ანამარ ნახე და არ გამოქვეყნა ნიუსი მე ჯერ კიდე ბოლომდე მეგონა რომ გაწყდა. ხო იცი რომ ჯორდინები მეგონა რომ გაწყდა და მეთქი всё. ხო არა კაი ჩემპიონატი იყო ყველაფრით აი სასწაული ემოციები და ტოვა სასწაული გზნობები მაგრამ ეგ გარდამავალი მომენტი რო გაქვს რომ რაღაც საუკეთესო ხდება და იმანდროულს რაღაც ყველაზე უარესი და ეგ იყო რომ ეგ ტრავმა მივიღე მაგრამ ანუ მაგ დროს ორი ვარიანტი იყო რომ ან ჯვარედინები ან კოლატერალური და თავიდან რომ ნახა ეხა ვარძუკამ ნახა და აი ისეთი სახე ქონდა რომ მეთქი აი არ დამიმალო თქო მითხარი თქო რა და ჯვარედინებიაო რა და მე გავიდა აუ მეთქი ხო აი ეხა რა ვქნა ხო რაღა უნდა გამეკეთებინა და გავიდა და აწუჩ შემოდის და მოდი ერთხელაც მაჩვენეო რა და წევარ ესე რაც და ნახა და ეს ხელი გადაუსა მოხს რაღაც შეხედა აქედან იქ და მითხრა რომ არა მგონი გადარჩია და კოლატერალური იოგები იქნება დაზიანებული და კაკრას მე თვალები იმღამესე წამიყვანეს გადამიღეს და ზუსტად აი რაც მითხრა ეს შეხედეთ ეგ იყო რომ კოლატერალური იოგები მქონდა დაზიანებული და მაგიოგები დაჭარული სიზეკვე გადა ხო შესაძლოა რომ მივედით ვიჭე აზარას სოლოს მე დაგინაცდებოდა თვალები ხო არა ანუ მაგ დროს ყველაზე უარესს გადაურჩი და მაგიტო ეხა ღმერთის იმენ მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. შენს გუნდში კოლოსში როგორ გრძნობ თავს რა სიტუაცია ბევრს კიდე არ ეცოდინება სეზონში რომ პირობითად დასრულდა და ეხა იღებთ მოსამზადებელი პერიოდის შემდგომ უკვე სტარტს აიღებთ რა სიტუაცია და რა მიზნებისთვის იბრძვის ეს გუნდი და შენთან მიმართებით რა დამოკიდებულებით არიან და შენ როგორ გრძნობ თავს? იქიდან დავუწყებ პირველ რიგში რომ ანუ ჩემი მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო კოლოსში გადასვლა იმ ყველაფრიდან ხა აქედან რომ გადავხედოთ რა ეროვნულ ნაკრებში იყო პირველი გამოძახება ახალი ჩემპიონატი ბევრად მაღალი სათამაშო ტემპი ბევრად მაღალი დონის ჩემპიონატი რეალობიდან გამომდინარე ფიქრობ სწორი ნაბიჯი იყო თავს კოლოსში თავიდან ცოტა გაჭირდა ადაპტაციის ხრივ ყველაფერი ანუ სათამაშო სტილის ტაქტიკა ცოტა სხვა იყო მაგრამ ფიქრობ რომ აი ხა ამ რეალობიდან ყველაფერი ნორმალურადაა სეზონი მორჩა შუაში გავედი ხა არც ზემოთ არც ქვემოთ მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე რა რეალობას კლუბში არის ფიქრობ რომ ბევრად საინტერესო ახალი სეზონი უნდა გამოვიდეს ეხა პაუზა ერთ თვეში იწყება სეზონი უკვე დაიწყო გუნდმა მოსამზადებელი პერიოდი მეც შეუერთები დღე-დღეზე ჩავდივარ კიევში და ფიქრობ რომ ბევრად საინტერესო და კარგი სეზონი უნდა გამოვიდეს ვიდრე წინა იყო და შენი ესეთი გრძელვადიანი მიზნები როგორ წარმოგიდგენია 1 წელი 2 წელი აი რა ნაირად წარმოგიდგენია შენი თავის განვითარება თუნდაც კლუბთან მიმართებით თუნდაც თქვა კლუბის შესვლა აი რაღაცები რაც გონებაში თუ გახდა ალაგებული ისეთი რომ შეიძლება რომ გააზიარო ხო არა რეალობა ისეთი არის რომ არის რაღაც ვარიანტები მაგრამ ეხა კოლოსის ფეხბურთელი ვარ ჩავდივარ სბორზი უნდა გავიარო გუნდთან ერთად არ ვიცი რა და როგორ წავა რამდენი ხანი დავრჩები ისე 6 თვე შეიძლება იყოს 1 წელი შეიძლება არ დავრჩი მაგას დრო გიჩვენებს რეალურად არ ვიცი ეგ ყველაფერი რა მაგრამ ახოთ ჩემი აზრით თუ იქნება რამე საინტერესო იქნება რამეს ხო არ ეტყოდი ემოციური ჩართები რუბრიკა ემოცია რაღაცა 15-16 წლის გაგნოს რამეს ხო შეცვლედი საერთოდ შენს კარიერაში რაიმე ნაწილში არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება შენ მენტალურ ნაწილში ის იქნება საფეხბურთო ასპექტებში ტექნიკური ან ფიტნეს მომზადება ან სხვა ასე შემდეგ ნებისმიერ რამეში აი რამე სხვა რეტყოდი რომ აი შენ რო დღეს ეს ქონოდა ან შენ რო დღეისთვის ამაზე გემუშავა უკეთესი იქნებოდა ხო ანუ მაგას მეც მიფიქრია ბევრჯერ სხვათა შორის მაგრამ იცი რა არის რა გადაწყვეტილებებიც მივიღე იმ მომენტში თვლიდი რომ სწორი გადაწყვეტილება იყო და ეხაც მაინც თვლი რომ სწორი არის მაგრამ იყო მომენტები რომ მე რო იგივე სხვა იმ დროს სხვა გადაწყვეტილება მიმეღო ან თუნდაც სხვა გუნდში წავსულიყავი შეიძლება ის რეალობა რაც დღეს მაქვს ბევრად ადრე დამდგარიყო ჩემ ცხოვრებაში რა მაგრამ აი სხვანაირი ტიპის ადამიანი ვარ რა ეხლა მე არ შემეძლო რომ სიტყვაზე მაგალითად რო გითხრა ეხლა გორიზლადან შუა პერიოდში როცა ვიყავი 2 წელის გადასული როცა ვიყავი უცებ ამდგარიყავი და ის კაი შედარებით მაღალ ბიუჯეტური გუნდი რომ თავაზობ და იქ წავსულიყავი ხარ დავიწყებ რომელი გუნდი მაგრამ არ შემეძლო რა და იმ დროსაც ვფიქრობდი რომ სწორი იყო ეს ჩემი ნაბიჯი იმიტომ რომ
იმ გულშემატკივართან, იმ გუნდთან მე პასუხისმგებლობას გრძნობდი. და ვცდილობდი, რომ ის რაც გუნდმა მომცა, იგივე დამებრუნებინა რა. და ეხა ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი იყო. შეიძლება რაღაცები ადრე მომხდარ იყო, მაგრამ კაი არის რომ მოხდა. ასე რომ არ ნანობ იმას, რომ მე იქ დავრჩი და რაღაც წოტლები მივიღე, რაც მივიღე. და ყოველთვის დიდი ან ძველი მოთამაშეებისგან კიდე სხვანაირად ჟღერს ხოლმე და აი ახალგაზრდა მოთამაშისგან თან მოთამაშისგან რომელიც შრომის მოყარეა ამას მე ვამბობ ხა და იმიტომ კი რომ გაგონაწილების ვამბობ ხოლმე რჩევა მინდა რომ გაუზიარო ფეხბურთელებს ხა თუნდაც მეც მოსწავლეები მყავს პატარები და აი ვინც თუნდაც არ არის აუცილებელი რომ აკადემიაში თამაშობდეს ვიღაც ხო ვინც თავის სახსრებით მით უმეტეს ხო არავინ არ ხო და მორჩა აი რას ურჩევ ყველაზე მთავარი რა არის რა შეიძლება რომ თავის გონებაში დაალაგოს რომ იმის ჯეროდეს და იმას მიყვეს ნაბიჯ და რაღაცა სხაპრებში რომ არ ცხოვრობდეს ვისაც არ უნდა კითხო ყველა გეტყვის რომ შრომა არის უმთავრესი და მე ამაზრს რა თქმა უნდა 100% ვეთანხმები შრომასთან ერთად პირველ რიგში ან ჩემთვის პირადად რაც იყო იმას ურჩევ რომ უნდა იცოდნენ რატო აკეთებენ ამას ანუ აი ის მიზანი რაღაც რომ დაისახეს რის ფასად უღირთ რა ეხა მე რასაც მივაღწია ანუ არაფერს რეალურად დიდი არაფერს არ მივიღწევია ცხოვრებაში მაგრამ რასაც მივაღწია იმით რომ ვიცოდი რატო ვაკეთებდი ამას და ვისთვის ვაკეთებდი ამას თუ ეგ მომენტი ექნებათ და ეცოდინებათ რომ ამ ყველაფერს რისთვის აკეთებენ ის შრომაც ის თავდადებაც ბევრად უფრო იოლი გახდება მათთვის და ანუ შრომასთან ერთად ეგ ყველაფერი უნდა გქონდეთ. დიდი ხანია რომ არ მინა ხარ ამ სიტყვას მინახი ხარ ვინა ხარ ხა სწორი ეგრეა ხო არ ვიყენებ. აბსოლუტურად არავა არ მომწონს და დიდი ხანია რომ არ მქონია შენთან კაი ხანია ეს გადაკვეთა კარიკატურა არის რამე კარიკატურა და ის სულაკაური ვარ კიდე მე. რა ვიცი ისე გაიცინა იმანა გემს დიზაინერთან ერთად დავით კოჩოშვილთან ერთად რომელიც არის სასწაული ხელების პატრონი. ბევრი ვიფიქრეთ ცოტა ვიფიქრე ესეთი რაღაცა დავხატეთ ჩემი იდეა და მისი განხორციელება და თან დღეს მან დროზე ხარ რატოზე ხარ ეგეც გითხარ რომ ეს დეტალიზაცია საფეხბურთო კუთხეო და ბურთი და ეს მოკლედ ამახია ჩემი ადგილი ნავალოსკის ბურთი მომეწონა ესავა დახედე ერთი ლომჭაბუკო ერთი კამერასაც რო აჩენო მე რომელ კამერას აი იქ ალბათ ხო რომელს შუაში აი ლომჭაბუკი ხო რაღაც ნაკრების და შენი გორული სულისკვეთების გაერთიანება გვინდოდა და მგონი გამოგვივიდა მე ზარ მომეწონა მადლობა უთხარი უღრმესი ჩემი მოკლედ ესე და ამგვარად ძალიან გამიხარდა რომ სანამ გაფრინდი მოვასწარე შენი დაჭერა სხვათა შორის აქაც პროფესიონალი აღმოჩნდა და გადაღებაზე ჩვენ დავაგვიანეთ ყველამ ერთიანად 1 საათით და ეს უკვე აქ იყო და გველოდებოდა და მოკლედ მინდა რომ გულწრფელი არა მედიური არა რაღაცა სოციალური არა რაღაცა ცალკე გულშემატკივრის არამედ ცხადას მხრიდან გისურვო წარმატება რომელიც შენს გვერდით დარბოდა ხოლმე რა ხან საჭკაობდა მაგრამ გარბენინებდი ასე რომ ხო არა მადლობა მართლა გულწრფელა და ამ ყველაფერს იქითაც რო ვისაუბრეთ ეტყვი რომ მართლა მადლიერი ვარ იმიტომ რომ გრძნობ შენს ხარდაჭერას თითოეულ მესიჯში და თითოეულ კოლში რაღაც მომენტში მოვალეობა ხომ აი პირობითად ეხლა მე რო აი რატომ გონია ხომ ეხლა მოვალეობა გონი წყალებში ხო მოვალეობა ანუ ჯერ რასისურელი არის ხო არავისთან ვალდებული არა მაგრამ მართლა გეუბნები ანუ ის თითოეულ მესიჯი აი გრძნობ რომ მართლა გულით არის და გულწრფელი არის რა. ხო აი ხა რო გულშემატკირო ვიღაც რაიად მაჰრეს რო გულშემატკირო თუ რიად მაჰრეს მანჩესტერ სიტიდან გაგნოა და ჩემია რა და გაგნოს გულშემატკირო მირჩევნია ვისთან ერთადაც გავატარე მთელი ბავშვობა და თან რო ხედავ რომ ხელა პროგრესი აქვს და როგორ მიწევს წინ მოკლედ. Thank you very much. მადლობა შენ. Wish you a good luck. ეს საუბრობთ ხოლმე? იქ თუ შენ უკვე იმაზე გადახვედი უკრაინულ ენაზე. ინგლისურად არ კომუნიკაციობთ ხოლმე? ინგლისური და თუ რამე ეხლა კი ერიდებიან, კამერებთან ერიდებიან სიმართლე რო გითხრა რა, რუსულად საუბრობ. კამერებთან ერიდებიან. და თუ არა ის ბიჭები რუსულად არ გეტყვი ეხლა მას წარმატებებს არ გისურვებ რუსულად. ხო არა, არც უნდა. შესაბამისად wish you a good luck. არა, რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებ. იმდენჯერ გისურვებ რომ არ მომწყინდა, მოკლედ. მიყვარხარ და ყველაფერი საუკეთესო შენ. მადლობა შენ კიდევ ერთხელ.